გამარჯობა. თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს FM 98.5-ზე. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია და მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია თბილისის ვაკის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი მამა შალვა კეკელია. დიდ მადლობას გიხდით დროის დათმობისთვის. ჩვენი პოდკასტი ეხება წარმატებას და ამასთან დაკავშირებულ თემებს. შესაბამისად, ვიფიქრეთ, რომ საინტერესო იქნება სულიერი თვალსაზრისითაც ამ თემის განხილვა, თუმცა დასაწყისში მაინც უფრო აქტუალურ თემებს შევეხები კითხვით, თქვენის ნებართვით და ამ ბოლო დროის ყველაზე აქტუალური თემა სასულიერო ცხოვრებაში, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, არა მხოლოდ სასულიერო ცხოვრებაში, ქვეყნის მასშტაბით არის ახალი პატრიარქის არჩევა. შიო მესამის, რომელიც უდიდესი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს უკვე და დასაწყისიდანვე, თუმცა რა თქმა უნდა გაჟღერდა უარყოფითი კომენტარებიც და კრიტიკული დამოკიდებულებაც. რა შეიძლება ითქვას მათ მიმართ, ვინც ალბათ გამიზნულადაც ცდილობს რაიმე სახის უარყოფითი კომენტარის ასე ვთქვათ გაჟღერებას. პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ღმერთმა დააგლოცეთ, გაგახაროთ და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე მალე ღმერთმა არ მოგაკლოთ. რაც შეეხება იმას, უწმეს დაკავშირებით, პირველ რიგში ულოცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ერს, რომ ავირჩიეთ ესე პატრიარქი, ღვთისმალით, პატრიარქი შიო მესამი, რომელიც გონივრულად უძღვება ჩვენს ეკლესიას და ბედნიერება იმით, რომ ის პატრიარქის გზის გამგზელებელია. ჩვენ ნახეთ, რომ ახლა უკვე პატრიარქის ნაცვლობებიც კი ჩატარდა და გაგრძელდა ეს საოცარი ტრადიცია პატრიარქის ნაცვლობებისა და ის ამ გზას მთელი არსებით მიყვება. ნახეთ, ისიც მის მიმართ საოცარი შეტევა, რომელიც პირველივე დღეებიდან განხორციელდა მის მიმართ. 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე, მისმა უწმიდესობა მილიამორი გამოცხადდა 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღესთან დღე, რომ ოჯახი არის უმთავრესი და ძირითადი საძირკველი ჩვენი ერისა, ჩვენი ქვეყნისა, ოჯახზე დგას მთელი ქვეყანა და მთელი სამყაროც, იმიტომ რომ ორი ოჯახი ბიცაკოს ისეთია ქვეყანას სამშობლო, პატრიარქმა განაცხადა ეს თირამი თქვა ქადაგებაში, რომ თუ ადამიანები ამ ცოდვას ამ შანსს არ შეწყვეტენ, ეს არის აბორტის თემა და საკუთარი შულთა ყოლას ადამიანები არ შეწყვეტავენ, ბედნიერება არ იქნება ადამიანის ოჯახში, იმიტომ რომ ძალიან მძიმე, როდესაც შენ საკუთარი შვილის სისხლში გაქვს ხელი გასრული, რომ შენ ოჯახს ბედნიერება და სიკეთე გქონდეს, არ მოგდგენ რამე არ და პატრიარქმა ეს იქადაგა. მაგრამ მან ჩვენ ყოველ ვიცით ეკლესიურები და ყველა ვიცით, რომ თუ ადამიანი ამას შეინანებს და მოინანებს ამ ცოდვას და იტყვის უარს ამ ცოდვაზე, ღვთის წყალობა მასზე იქნება, იმიტომ რომ არ არსებობს ღმერთმა ნებისმიერი თუ ადამიანი ინანიებს თავის სოდვას, რომ ადამიანის სოდვა ღმერთმა ადამიანს ეს სოდვა არ აპატიოს. რატო გამახვილა მის მოწოდესობა პირველივე ქადაგებაში ამ უმთავრეს თემაზე ყურადღება ხო? რადგან პატრიარქი დიდი შეტევა იყო წინას მიმართ, რატო გამახვილა უწოს ამაზე ყურადღება? პირველ რიგში, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია, რომ ადამიანს რამე წარმატება, რამე სიხარული კონდეს, როცა ადამიანს მართლა საკუთარი შვილის სისხლში აქვს ხელი გასრული და ეს ამ განაჩენი გამოაქვს ამას და სამწუხაროდ ამ პროცესს უყურებდით, ვაკვირდებოდით იმას, რომ ჩვენ გვახსოვს, რომ აი სანამ პატრიარქი ამას განაცხადებდა აბორტთან დაკავშირებით, რამდენიმე კვირით ადრე ვნახეთ, რომ ძაღლები დახოცეს ქალაქში, არ ვიცი რამდენიც მართლა, მაგრამ ამის გამო ხალხმა მოაწყო აქცია და ხალხი გამოვიდა ქუჩაში, ხო გამოვიდა, ხო, მაგრამ მაინც ხო რაც იყო, ფაქტი არის, რომ ძაღლების დახოცვის გამო უამრავი აჟიოტაჟი ატყდა ქვეყანაში, როგორ ბედავთ ძაღლების მოკვლას, ისინი დაუცველები არიან, როგორ შეიძლება შენ ძაღლი მოკლა, გაანადგურო, მე ძაღლი ძალიან მიყვარს, მე სახში ძაღლი მყავს და ძაღლი ჩემ, იმიტომ რომ ღვთისმშობლება და ღვთისმშობლება არ გიყვარდეს და თან მოკლა ძაღლი ჩემს წარმოუდგენ რამე არ შეიძლება მსგავსი რამე ესეთ რამდენიმე ჩაედინო რაღაც, მაგრამ წარმოუდგენ ადამიანი რომლებიც ძაღლის მკვლობაზე თელი რევოლუციის მოწყობა უნდათ, უცოდ ეს ადამიანები ამბობდნენ რომ აბორტი ადამიანის უფლებაა, ანუ ბავშვის მკვლობა ადამიანის უფლებაა, თუმცა ეს ადამიანები აი ჩემს ეს იყო გამოუგნებელი, ანუ ადამიანის აზროვნება სანამდე დაცემული, რომ ის ადამიანები რომლებიც ამართლებენ იცავენ ძაღლს, რომელიც არის უსულო და ძალიან საყვარელი, ძალიან ტკბილი და ძალიან ერთგული, ძალიან მოყვარული, მაგრამ ადამიანი რომელსაც ყველაფერი შეიქმნა და ადამიანის შეიქმნა თელი სამყარო, ის ძაღლიც, ის მდინარეც, მთაც, ყველაფერი ადამიანშია შექმნილი და ადამიანის მკვლობაზე ადამიანის საუბრობა მითომაც არაფერი ისე და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ადამიანი მოკლა შენ და გაანადგურო და საკუთარ შვილს დედამ განაჩენი გამოუტანს და მამა გამოჩენი. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს საერთოდ არ აქვთ სულიერი აზროვნება და მათ წარმოდგენა არ აქვთ რა არის სულიერი სამყარო და პატრიარქი ზუსტ ამაზე ამოხლოდა
ყურადღებას, რომ ეს არის ერის მამა და ერის მოუწოდა იმისკენ, რომ არ შეიძლება მსგავსი რამე ადამიანმა ჩაიდინოს. მსგავსი, იმიტომ რომ არ იქნება მართლა წყალობა ადამიანს, არ იქნება სიკეთე. ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობდა, ვისაც აი აბორტი ქონდა გაკეთებული, მანამდე მოდიოდნენ ჩვენთან და ძალიან განიცდიან ამას, აი მამა ვიცი და აი პატრიკმა რო თქვა, რომ აი ჩვენ არანაირი სიკეთე არ გვექნება, აი მე მოვედი ეკლესიაში, მე ნანოფ ამას, ესე იგი არანაირი სიხარული არ მექნება, რადგან ეს სულ მოგჩადენილი, ვეუბნებით, არა, ესე არ არის, იმიტომ რომ თუ შენ შეინანებ, თუ შენ გაიაზრებ ამას და მიხვდები ამას, რომ ახლა საშინელება გაქვს ჩადენილი და საკუთარ შვილს განაჩენი გამოტან და შენ ამის წინააღმდეგ წახვა და შენ გააცნობიერებ ამას და შეინანებ ამას, ღმერთი მოგცემს შენდობას და პატიებას. ამის მაგალითი არის ჯვარცმული მაცხოვარი, რომელმაც ღვთის წინაშე შეინანა თავის დანაშაული, აღიარა და მან თქვა, რომ მე ესეთი ვარ და მან ღმერთმა მას ესოდო აპატია და უამრავი მაგალითი გვაქვს მაგის პატიო აბაზაკს ჯვარცმულ აბაზაკს ჯვარცმულ აბაზაკს რომელსაც ღმერთმა აპატია თავის წოდო ოღონდ სინანულის შედეგად მონანიების შედეგად ანუ ღმერთი ყოველას და აბაზაკი რომელიც მაცხოვრის გვერდზე იყო ჯვარცმული და აი ზუსტად ასე ვთქვათ სიკვდილის წინ მოინანია ეს ცნობილი ამბავი კი ბატონო მამაშავა აი აბორტის თემას მაინც ზოგადად შევეხები კიდევ მე პირადად ასეთი შთაბეჭდილება ჩემს სუბიექტურ აზრს გავახმოვანებ რომ არსებობს კატეგორია ადამიანებისა რომელსაც არ სწამთ ეს მათი უფლება არ არის აუცილებელი რომ ყველას სწამდეს ვიღაცა შეუძლია იყოს ათეისტი არ სწამთ მაგრამ მაინც სურთ რომ რაღაც ეკლესიის წესებში შეიტანონ ცვლილება ანუ თუ არ გწამს უნდა გადგე გვერდზე და არ მიაქციო ყურადღება თქვა რომ არ მეხება აბორტს კრძალავს ეკლესია თუ რაღაც მე არ მეხება იმიტომ რომ არ მწამს და თუ გწამს მაშინ ასეთი წესებია და მიიღო ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრება ძალიან კარგი კითხვა და ძალიან კარგი ისაუბრეთ ახლა თქვენ საერთოდ მე სუბიექტური კითხვა მაქვს ხოლმე ამ ადამიანებთან ანუ თუ ეკლესია არ არსებობს და თუ ეკლესიას არანაირი ძალაუფლება არ აქვს ან პატრიკის ქადაგებას შენ ან მოისმენ ან არ მოისმენ მიიღებ ან არ მიიღებ და შენთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს მაგალითად საქართველოს კათოლიკურმა მართლმადიდებლური ეკლესია მაშინ ის რაც განაცხადებს შენ რაში გეხება მისი განცხადება თუ შენ ეს პატრიარქი ეუნება იმ ხალხს ვინც მისი მრევლია ვინც მისი აღსარებელია და ვინც მის სიტყვას იღებს როგორც ერის მამა როგორც საქართველოს პატრიარქის მიმართავს ხომ იმიტომ რომ მას ვალდებულება აქვს რომ ყველა ადამიანს ღვთისმსურჯული უქადაგოს და შენ ამ ქადაგებას ან იღებ ან არ იღებ ამ ქადაგებას ბუნებრივ ეს შენისა და სულ მიკვირს ხოლმე აი მართლმადიდებლურ ეკლესიაში ეს ხდება რა შენი გასარჩევი რატო თუ შენ ამ ეკლესიის წევრად ართულ საკუთარ თავს არ აღიარებ ამას აი არაფრად ართული ამას მაშინ შენ მე ახლა არ ვერები კათოლიკურ ეკლესიაში რა ხდება ეს მათი არჩევანია ეს მუსლიმანების იმაში უბრალოდ მე შეიძლება ვისაუბრო მათ სწავლებაზე რომ სწავლება ჩემთვის არის მიუღებელი და როგორც მართლმადებლისთვის მისწავლება არის მიუღებელი და ჩემთვის მაგათაც ამ სწავლებაში მე მათ არ ვეთანხმები ეს სხვა რამეა თორე იქ წესები შევცვალო რაღაც წესები შევცვალო მუსლიმანებს ახლა ჩემი მოვალება საერთოდ არის მათი წესები თავიანთი არჩევანი თავიანთი გადაწყვეტილება ეს და ისინი ამ ერთადერთი რასაც მათ უსურვებთ რომ მართლაც გადმოსულიყო თორე ახლა მუსლიმანობაში წესები შევცვალო საერთოდ ჩემთვის ეს წარმოუდგენელი რამე იმიტომ რომ არ ვაღიარებ მათ სარწმუნოებას ჩემთვის არ არის მე როგორც ადამიანს ყველას პატივს ვცემ მაგრამ მათი სარწმუნოება ჩემთვის მიუღებელი სარწმუნოებაა და ჩემთვის აი ყველა სარწმუნოება გარდა მართლმადებლობის არის მიუღებელი მაგრამ ადამე ათეისტებსაც პატივს ვცემ როგორც პიროვნებას შეიძლება ათეისტსაც პატივი ვიცე მაგრამ ვერ დავეთანხმებ იმაში რომ ღმერთი არ არსებობს მაგრამ პიროვნულად შეიძლება ადამიანთან ურთიერთობა მქონდეს როგორც პიროვნულად თორე მის აზრებს არ ვეთანხმებოდე კი ბატონო სიცურვილის ენის შესახებ მინდა კითხოთ ზოგადად სიცურვილის ენა ზიზღის ბულინგი რაც ბოლო პერიოდში თითქოს ესეც ბოლო პერიოდში თითქოს გამწვავდა თუმცა შესაძლოა აქაც თქვათ რომ ეს ასე თქვათ დიდხნიანი პრობლემაა რა თქმა უნდა სასულიერო თვალსაზრისით მიუღებელია თუმცა უფრო კონკრეტულად რო ვისაუბროთ სულიერი თვალსაზრისით სიცურვილის ენა შეურაცხყოფა რასაც თქვათ სოციალურ ქსელში ხვდებით ან გარეთ თუნდაც საზოგადოებაში როგორ აღვიქვათ ეს სულიერი თვალსაზრისით რა განმარტება შედგება რა შეიძლება ზიზღს სიცურვილესაც ადამიანები გამოხატავენ ჩვენ როგორ დავიტიოთ მაგალითად ჩვენ ქრისტიანებთან ვიღაცა შენ გლანძღავს ვიღაცა შენ გთათხავს ვიღაცა წამში რა უნდა გაკეთო ამის მაგალითი იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი არ ვიცი მართლაც ეს პატრიარქი იყო ის სამაგალითო ადამიანი ყველა გაგებით ჩვენი ერისთვის როგორც სულიერი მოწვევა როგორც მწყემსი კეთილი ადამიანი რომელმაც გვასწავლა ჩვენი სამშობლო სიყვარული ჩვენი მშობლების სიყვარული უმთავრესი ღვთის სიყვარული გვასწავლა და ყველაზე მნიშვნელოვანი თუ
თუ შეიყვარებ ღმერთს ვერ შეიყვარებ შენ ადამიანის სიყვარულის გარეშე. გამორიცხული რომ ადამიანი არ გიყვარდეს, შენ ღმერთი გიყვარს. წარმოადგენ, ამიტომაც იყო მისი ფორმულა იყო ღმერთი სამშობლო ადამიანი. ეს მან შემოიყვეს ფორმულა, საოცარი ფორმულა, რომელიც ალბათ ყველა ქართველის გულზე უნდა იყოს. ამბეშტილი და შიგნით ჩაბეშტილი და მე ამ სიტყვების ამხსრულებლები უნდა ვიყო ჩვენ ქართველები, რომ აი უმთავრესი არის ღმერთი, ვინც მოგცა მე სამშობლო და ამ სამშობლოში მაცხოვრებელი ადამიანები, რომ შენც უნდა იყოს ღირებული და ფასეული. და წარმოიდგინე ეს გააზრებული უნდა ქონდეს ყველა ადამიანი, რომელიც ამ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, ანუ ღმერთის წინააღმდეგ მიდის ადამიანი, შენი სამშობლოს წინააღმდეგ მიდის, ადამიანის წინააღმდეგ მიდის და ერთი სურევს რომ ადამიანი რაღაცნაირად აი გააშაოს, რაღაცა ცილი დასწამოს და ამციროს. ეს მისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რომ აი ადამიანში ამ ხელა ღვარცლი და ამ ხელა ბოღმარო ადამიანში ახლა როგორ საცუდავია ხა ადამიანი ერთხელ ადამიანს ვესაუბრებოდი რომ მეუბნებოდა აი მამაი როგორ უნდა გადაიტანო ეს ტკივილი ადამიანი ძალიან ბევრი ადამიანი ცილს წამევსო ძალიან ბევრი ტკივილში ვარ და აი როგორ შევწყვეტ ამ ტკივილის გადატანა ისეთ მეკითხებდი ძალიან მიჭირს ამის გადატანა ძალიან რთულია იმიტომ რომ მეც გამომივიდა მე ჩემს ცხოვრებაში მეც გქონია მსგავსი რაღაცეები თავიდან მეც პირველად როცა წამოვიდა ჩემს რაღაც ცილის წამება და რაღაც ეს დაბრალებები და ეს ხელა უთითის ხარო წამოვიდა ამ ცილის წამებისა და ბრალდებებისა ძალიან გამიჭირდა თავიდან ჩემს ტაძარში ჩავედი ქვევით და ტიროდი კიდევაზე ღმერთს ვეუბნებოდი მე თუ რატო თუ აი შემაძლებინები შენ ხო იცი რომ მე შენი მსახურება მინდა მე ამ ეს ადამიანებიც მიყვარს რატომ მეკცევენ ეს რისთვის და ამას ვერ ვერეოდი ამ ჩემ თავს ვერავ თავი ძალიან ძნელი იყო უბრალოდ ძალიან რთული იყო ჩემთვისაც ურთულეს იყო მივხედავდი იმისა უკვე რომ სასულოპირი ვიყავი მღვდელი ვიყავი ამდენი წელი ეკლესიაში ცხოვრობა ამ წიაღში ვარ მოღვაწეო პრაბისტიკაროსამი და აი მაინც ძალიან გამიჭირდა თავი პირველად ძალიან რთული იყო. ამას არ ვამბობ რომ ახლა ძალიან მარტივად ვიყებ ამ ყველაფერზე, მაგრამ ახლა ბევრად უფრო მარტივად ვიყებ ამ თუნდაც რაღაცებს ახლა არც კი ვკითხულობ და თუ რაღაცას დაწერენ ხოლმე, ჯერ არც მაინტერესებს ვირ ასერს უკვე საერთოდ უკვე ჩემს აღარც თუ ვიღაცა მეტყვის დაწერა, მადლობა ღმერთს დაწერა, მადლობა ღმერთს რომ გაგინებს და როარ გაქებს მეთქი, ზოგჯერ გეძვით თქოს ხოლმე რომ ცოტა ხნით წინ იყო სამწუხარო შემთხვევაში პირდაპირ მგონი ეკლესიაში ტაძარში შემოვარდნენ. ადრე ხო მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის მადლობა ღმერთს. აი თავი რა მომიტეც რომ აი ამ ადამიანებმა თვითონ და გაიაზრონ ეს იმიტომ რომ შენ რო ადამიანს შეურაცხყოფას აყენებ და ამცირებ მისთვის პრობლემა კი არა შენი პრობლემაა ეს იმიტომ რომ შენ ვეზიანდებ აი მაგათაც ესეც მაგალითი რომ მოვიყვანოთ ახლა მაგათაც ვიღაცა ახლა მაგათაც აი მზეს მაგალითად და აგინებს და ლანძღავს მზეს აი მზე თავის სხივებს შეწყვიტავს ახლა შენ რო აგინო და ლანძღვა ახლა მზე ამით ახლა მზე თავისთვისებას დაკარგავს ხო ისევ გამოსე მზე თავის ითბოს იმის მერტაც ვინც აგინებს და ლანძღავს მასაც იგივე ნარად გაათბოს მაინც მიუხედავად რომ ლანძღვა აგინო ამით შენ მცირდები რომ შენ მას ესე ამ მზეს ღვთის ქმნილებას ესე ექცევი ეს ახლა მზე რო ახლა აქო დაადიდო ახლა მზე და რაღაცა ხოტბაროშიას ხა მზეს ახლა მოუმატებს ეს თავის სხივებს იგივე მზე არ დარჩება რამზეც იყო იგივე მზე დარჩება და იგივე სიყვარულს გამოგიხატავს ის სითბო რაც მზის გამომდინარეობს იმ სითბოს ისე მოგცემ შენი ქების უბრალოდ ამით შენი პიროვნება წარმოჩდება რომ შენ მადლიერება გაქვს მზის მიმართ ეს კიდევ დამცირდება ამით რომ ეს აგინებს და ლანძღავს ამიტომ ქრისტიანებისაც ვალდებულებია ჩვენ ქრისტიანები ვალდებულები ჩვენ უნდა გავხდეთ მზეები ანუ შენ უნდა გახდე ესეთი ადამიანი რომ შენზე ამ ყველაფერმა არ უნდა იმოქმედო შენ უნდა შენ ისე ცხოვრება უნდა გააგრძელო უნდა გააგრძელო ცხოვრება ის და შენ ერთი რამ უნდა იცოდე რომ შენი გზა ღვთის გარეშე ვერაფერი ვერ იქნება და შენ მაინც იგივე პიროვნება და დარჩი მიუხედავად გალანძღავენ თუ არ გალანძღავენ გაგინებენ თუ არ გაგინებენ გაქებენ თუ არ გაქებენ არ აქვს ამას მნიშვნელობა შენ დარჩი პიროვნება რომელიც ღვთისკენ მიდიხარ და ღვთის გზას ირჩევ არსებობს გარკვეული კატეგორია რომელიც აი მათ შორის რელიგიას მოიყვანს ხოლმე არგუმენტად რომ რაღაცა კაცისთვის მისაღებია ქალისთვის არ არის მისაღები მე არ ვარ ძალიან განსწავლული ამ საკითხში მაგრამ ვიცი რომ ზუსტად სწორედაც რომ რელიგიურად არის თანასწორი ქალი და კაცი ღმერთის წინაშე აი ამის შესახებ რო ვისაუბროთ აქვს რაღაცა ისეთი პრიორიტეტი კაცს რაღაცები იპატიება კაცს და ქალს არა თუ ორივე თანასწორია რელიგიურად ცოდვის წინაშე ასე ვთქვათ ამ კითხვის პასუხი პირდაპირ სახარებაში წერია ახალთქმაში პირდაპირ წერია პავლე მოციქულის საუბრობს ამ თემასთან დაკავშირებით საერთოდ არსებობს კითხვა რომლის პასუხიც მაგალითად წმინდა წერილში არ იყოს ყველა კითხვაზე პასუხია გაცემული წმინდა წერილში ყველაფერზე პასუხია გაცემული ზუსტ ამ თემაზე პავლე მოციქული საუბრობს არ არის მამაკაცება არ არის დედაკაცება არ არის ურიაობა არ არის წარმართება ყველა ღვთის წინაშე ვართ ცხონებაში თანაბარი ანუ ყველა თანაბარი ვარ ცხონებაში როცა ცნებები მოგცა ღმერთმა არა კაცკლა
აქ არ უთქვას მარტო კაცმა არ კლას ან ქალმა არ კლას, ყველას ეხება არ იმრუშო, როცა მოგცა ეს მცნება, იქ არ წერია რომ ქალმა იმრუშოს და კაცმა არ იმრუშოს, ან კაცმა არ ამ პირიქით ხო მსგავსი რამე არ თქმულა. როცა წერია მცნებაში, როცა წერია მცნებაში რომ პატივი ეცი დედასა და მამასა შენსა დღეგრძელი, იქ არ წერია რომ კაცმაც ეს პატივი დედას და მამას და დღეგრძელობა გექნება ქვეყანასაზე და არ იპარო, როცა წერია, იქ არ წერია რომ კაცმა არ იპაროს ან ქალმა არ იპაროს. მსგავსი რამე, მსგავსი დაყოფა, როცა მცნებებს გვაძლევს ღმერთი და გვესაუბრება მცნებების ღმერთი, მსგავსი დაყოფა არ არსებობს. ანუ მცნება არ იპარო, არ იმრუშო, არ აკაცკლა, არა ცილის წამო, არ მოიტყო, ადამიანი არ დაჩაგრო, ხო, ორივეს თანაბრად ეხება ეს და მან არანაირი გამყოფილობა მსგავსი რამე არ არსებობს. ესეთი რამე, აი ეკლესიის ცნებაში მსგავსი რამე არ არსებობს, მაგათ აი კაცს ეპატიება მრუშობა და ქალს არ ეპატიება მრუშობა. რაღაც ესეთი მსგავსი რაღაც საიდან შემოვიდა, ხო? მსგავსი რამე, ხო? როგორ შეიძლება ღალატი, ახლა კაცი ღალატობს ქალს თუ ქალი ღალატობს კაცს, ორივე შემთხვევაში ღალატი, ახლა ერთ-ერთ ადამიანს ვესაუბრებოდი, აი ისა რა ქვია, მე ჩემს ცოლს უღალატეო და მინდა რომ მის ცოლი შემირიგდოს. მას ვერ ეკითხა, შენ ცოლს რო ეღალატა, მეთქი შენ შეურიგდებოდი, რას ამბობ, ხო არ გაგიჟდი, ახლა მაგას როგორ შეუცმი რომ მეღალატა, როგორ და შე რატო ეთქო მაშინ შენ ცოლი შეგირიგდეს. ანუ აი შენ თუ იმას ფიქრობ რომ შენ ცოლმა თუ გიღალატა და უფლება არ აქვს შენ ცოლს მერე შენ შეგირიგდეს, იმიტომ რომ ცოლმა გიღალატა, შენ რო უღალატე შენ ცოლს. აი შენ რა უფლება გაქვს რომ მე რატო ითხოვ შერიგების იმას, აი ვინ მოგცა ამის, აი საიდან მოგაქვს ეს, საიდან მოიტანე. ქრისტიანობაში მსგავსი რამე არ წერია. ეს აი არანაირად არ არის ეს ქრისტიანობასთან შემხებულობაში. ადამიანები ამ წმენას ზოგჯერ საკუთარ თავზე იერგებენ, მათთვის ეს წმინდა წერილი არ არის ის წიგნი, რომელთაც ისინი ცხოვრობენ. სამწუხაროდ აი ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ძალიან ბევრი ეკლესიის წევრია, რომელსაც წმინდა წერილი წაკითხულიც არ აქვს საერთოდ. აი შეიძლება ახალია თქმა, აი ძალიან ბევრი მართლმადიდებელია, ეკლესიის წევრია, რომელსაც შეიძლება თავიდან ბოლომდე ეს 27 წიგნი ახალი თქმის წაკითხული არ ქონდეს. 27 შეიძლება რომელიმე წიგნიც კი არ ქონდეს, ამ 27 წიგნს წაკითხული. აი ეს სამწუხარო რეალობაში ვარ ჩვენ და ჩვენ ამ წმინდა წერილს ეს სამწუხაროდ არ ვიცნობთ. და ეს იწვევს ამას, ამიტომ ვსაუბრობთ ამ თემებზე, რომ ჩვენ ამ ყველაფერში გარკვეულები არა ვართ, არ ვიცით და ჩვენს თავზე ვირგებთ. ხო, ჩვენ თავზე ვირგებთ ამ სარწმუნოებას, ხო. იქამდე მივდივართ, რომ არ ვართ მორწმუნეები, არ ვაღიარებთ, მაგრამ გვინდა რომ წესები მოვირგოთ და მგონი ჯობია ამ დროს ვთქვათ, რომ ათეისტი ვარ და არ მაინტერესებს გავდგეთ გვერდზე. მამაშალო, ჩვენს თემას შევეხები, ჩვენ პოდკასტის დასახელებას წარმატების ისტორია, ჩვენი პოდკასტის სახელი სულიერი თვალსაზრისით წარმატება რა არის, იმიტომ რომ ვიცით ადამიანური შეხედულებით რა არის წარმატება, ეს არის გავლენა, სტატუსი, სახელი, სიმდიდრე, აი სულიერი თვალსაზრისით რას უწოდებთ წარმატებას? თავარი წარმატება არის ადამიანად ყოფნა. აი ადამიანად დარჩენაზე დიდი წარმატება არ არსებობს. აი რო ადამიანი ხარ, რო იაზრებ ამას ღვთისხატება და მსგავსებად ხარ შექმნილი, არ არსებობიდან არსებობს შემოგიყვანა და დასვამ საკუთარ თავად კითხოს, რომ აი ვინა ვარ მე, აი რატო შემომიყვანა ღმერთმა არასდროს არსებობაში. საოცარი რამე ამას ადრე არ ვაკვირდებოდი ხოლმე და ბოლოს უცებ ბიბლიას ვკითხულობდი, ახლა ცოტა დიდ მარხვაში ისევ თავიდან ცდილობ რომ დიდ მარხვაში ყოველთვის ბიბლია თავიდან უნდა წავიკითხო ხოლმე. როდესაც აი თავიდან ისე დავიწყე დაბადების წიგნის კითხვა, მაშინ ადამიანის გამოძიება, როცა ადამი 64-დან როცა ადამმა შეცოდა, უცებ დავაფიქსირეს კითხვა, ღმერთის პირველი კითხვა და ადამიანის დაცემის შემდეგ. რა კითხვას რას პირველად აი ასეონება ღმერთი ადამიანს დაცემულ ადამიანს. ადამს სათხარ. და უცებ დავაფიქრე ეს კითხვა დაესმის ყველა ადამიანს. აი ადამს სათხარ, ანუ ახლა დღეს შინახა შენ სათხარ, აი შენ ახლა სათხარ, ანუ შენი სულიერი მდგომარეობა ამ წუთს ადიმყოფება, აი როგორი ადამიანი ხარ. აი წარმატებული ადამიანი არის ის, ვინც ამ კითხვას გაიაზრებს, ღვთის კითხვას, თორე ჩვენ ყველა დღეს ადამიანები ვინც დედამიწაზე ცხოვრობთ, ყველა დაცემულ მდგომარეობაში ვართ, ყველა დაცემული ადამიანები ვართ, ყველა დავეცით და თუ ამ კითხვას პასუხი გაეცემა ადამიანს სათხარ, შენ იწყებ გამოკვლევას. კი არ გაექცევი ღმერთს და კი არ დაემორ, როგორც ადამიანება იცი რა მე შენი შემეშინდა ღმერთო, ადამი პასუხს ღმერთი რო ეკითხა ადამიანს სათხარ, ადამიანება აი მე იცი რა შევწოდეთ, კი დავაშავე მას, კი ამბობს, მაგრამ მე სხვას აბრალებს თავის დანაშაულს, ეგრევე გადაბრალებას იწყებს სხვაზე, ევას აბრალებს ამ თავის დანაშაულს, რომ იცი რა ეს რომ მოვიდა, ამიტომ დამემართა მე ეს ადება რო ყოფილიყო მე ეს არ დაემართებოდა, ჩვენს ადამიანები ესე არა ვართ, ჩვენ ცოდებს სულ რაღაცა მიზეზები აქვს ის გამო ჩავიდნენ ეს სოდები და ჩვენ თავს კი არ ვაბრალებთ ამას, აი იცი ამან ჩამადენა, ამ გარემოში რო არ მოხვედრილიყავი, მე ესეთი არ ვიქნებოდი არასოდეს, მე რომ მშობლებს ბავშვობაში ტკბილა და კარგად გავეზარდე, მე ესეთ რამებს არ ჩავიდენდი, მე რომ ეს ადამიანი ესე არ მომქცეოდა, მე ამას არ გავაკეთებდი და აი სულ იგივე პასუხებით ვარ ჩვენც.
და ეს კითხვა რა და მე ადამიანსურებით ადამიანს ნეტად ადამიანს თავიდანვე შენა ჩუცხვესტები არ ვიქნებოდით რომ რამდენს უთქვამს ეს რომ აი 64-ში დავრჩებოდი ადამიანსურებით თქვა მაგას მაპატია ღმერთო რომ მე შევწოდე შემე გამაჩინე და ჩემი ბრალია რომ მე შენი მცნება დავარღვი ადამიანს არ თქვა და ჩვენ ზუსტად ამას ვაგრძელებთ აი ადამიანი რომელიც აი იმ ის რაც ადამიანის გამო გვინდოდა რომ ადამიანს ეთქვა ამის გაკეთებას დავიწყოთ ჩვენ ვიქნებით ყველაზე წარმატებული ადამიანები დედამიწაზე. ყველაზე წარმატებული, ანუ ჩვენზე წარმატებული ადამიანი არ იქნება, არ ვინდო ჩვენ სწორ კითხვას, აი სწორად გავცემთ, ღვთის დასმულ კითხვაზე პასუხს, რომ ადამს სათხარ, აი შენ სათხარ და მე აი ვიცი მე დაცემაში ვარ. მე დაცემული ვარ და მე ჩემი ცხოვრების გამოსწორება მინდა. შევოს ხოთაშორის არასდროს ამ კუთხით არ შემიხედავს ამ საკითხისთვის, ანუ აქამდე ყოველთვის ვიცოდი და ასე აღვქვამდი, რომ ეს ეგრეთ წოდებული არა 64-დან განდევნის ფაქტი უკავშირდებოდა შეცდომას, ასე ვთქვათ, აი ამ რაღაცა აკრძალვის დარღვევას, მაგრამ იდეაში ეს იყო სინანულის არ ქონა, ხო? აი შეცდომის აღიარების უსუსურობა, ასე ვთქვათ, არ აღიარებს შეცდომა. და სულ ამ გზას გავდივარ ჩვენს ადამიანები, ნახეთ ჩვენ ვერ ვიაზრებთ ამ ჩვენი შეცდომის სწორად არმონიანების შემთხვევაში ჩვენ 64-ს კარგავთ. ანუ აი ადამიანები ჩვენ კარგავთ 64-ს ხსი გადაბრალებით. 24 ანუ ჩვენ აქვე ნახე, წინამე ამბობ რომ ადამიანი აქვე იმყოფება ჯოჯოხეთში და აქვე იმყოფება 64-ში. ჩვენ აქვე უკვე მკვიდრები, აქვე ვიმკვიდრებთ უკვე ან 64-ს, ადამიანები აქვე მკვიდრობთ ჯოჯოხეთს. ამის ერთადერთი მიზეზი, რითაც ჩვენ 64-ში მკვიდრებით არის ჩვენი სწორი ანალიზი საკუთარ თავთან, გაანალიზება იმის რომ ადამიანს სათხარ, აი ადამიანები ჩვენ ყოველ ამ გზას უნდა გავდიოდეთ ჩვენ, ყველა ამ გზას უნდა გავდიოდეთ. თუ გვინდა რომ წარმატებას აღიარები და მე მონანიების და ახალი გზის არჩევა და ქრისტიან ყოფობის გზის არჩევა. იბეტონო, მამაშავა, შესაძლოა არასწორი შეხედულებაა, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც, რომ მათ შორის მე მგონი სახარებაში ამ მსგავსი წინადადება რომ რაღაცა მდიდარი ვერ შევა სასუფეველში, ნემსის ყუნწში გაძრება თუ აი რაღაც ზუსტად ვერ ვაყალიბებ, მაგრამ დაახლოებით მსგავსი შინაარსის ციტატაა, რომ წარმატებული ადამიანი ცოტა წმენისგან შორს იქნება, ან უნდა იყოს, ანუ შეუწყობელი იყო თქვა წარმატებული მდიდარი სტატუსის მქონე და თქვა იყო მორწმუნე, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს ერთმანეთს ხელს უშლის. რამდენად ასე, ანუ რამდენად უკავშირდება წარმატება იმას, რომ ხარ თუ არა მორწმუნე, ან ხარ თუ არა, თქვა ეკლესიის წევრი და ასე შემდეგ. მოდი ესეთ დავსვათ კითხოთ, რატო გონია რომ მაგათ მდიდარი წარმატებულია? რატო გონია დიდი წარმატებული? ან ვიღაცა მაგათად ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ეს არის წარმატებული. რატო ფიქრობთ ამას? ან რაღაც ვიღაც დიდი სასახლე აქვს, რადგან დიდი სასახლე აქვს და ძალიან მდიდარია, ამიტომ ის წარმატებულია. რატო გონია ეს? აი ჩემი აზრით ეს ადამიანები შეიძლება საერთოდ არ იყვნენ წარმატებულები. საერთოდ რადგან მდიდარია, რადგან ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, რადგან ეს გახდა, ამიტომ წარმატებულია, რადგან მან თავის მიზანს თუნდაც ამ ცხოვრებაში მიაღწია რა, სიმდიდრე რა, აი რას გაძლევს თუ ამ სიმდიდრეს არასწორად იყენებ რა, რამდენი გვინახავს ჩვენ ოლიმპიური ჩემპიონიც გამختარა, მთელი ქვეყანა მას ადიდებს და პატივს დღეს საერთოდ არავინ ესეთ ყურადღებას არ აქცევს ადამიანს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს რაღაცა მომენტში რაღაც წარმატებას მიაღწიეს ვითომ და დღეს საკუთარ თავთაც განადგურებულები არიან და საერთოდ არავის არ ჭირდება დღეს ადამიანები. არავის არ ჭირდება, რამდენი ადამიანი გვინახავს ძალიან მდიდარი, ძალიან სიმდიდრის მქონე და მე ყველაფერი დაუკარგავ და დღეს არაფერი არ აქვს და დღეს იმ ადამიანები არავის არ ჭირდება. აი აქედანაც ხო უნდა მივხვდეთ რა წარმატება, თავარი წარმატება არის ღვთის წინაშე სწორი ცხოვრება. ეს ყველაფერი დროებითი მოვლენებია. ის სიმდიდრეც, ის ჩემპიონობა, ის რაღაცა თუნდაც დროებით დღევანდელი დღის წარმატება რომას მიაღწია. ყველაფერი დროებითია. ერთადერთი რაც მარადიული წარმატება, ეს არის ღმერთში ყოფა და შენი სულიერი მდგომარეობა. შენი სულიერი მდგომარეობა როგორია, შენი სულიერი მდგომარეობა ასახწევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ მე, აი ვისაც ახლა ბრჭყალებს წარმატებულებს ეძახიან, ძალიან დეპრესიულები არიან თვითონ. ძალიან განადგურებული შინაგანი სამყარო აქვთ. ძალიან განადგურებული, მოდიან, ტირიან, ვიღაცა მათ ცხოვრება შენატრის და უცნობენ აი დაიღმერთონ, აი ახლა ესეთი ადამიანი ვიყო, მეც ყველა მიცნობდეს, მეც ესე ვიყო და ამ დროს მათი სული ძალიან განადგურებული და მომსვარია. то დაკარგული ყავთ ღმერთი უნიცების მდგომარეობაში და გთხოვენ შეწევას და დახმარებას რომ ამ ყველაფერში დაეხმარო. ამიტომ აი ჩვენ მაყურებელმა უნდა გაიაზროს რა არის თავარი წარმატება და რა იმას რომ ვიღაცას გშურს იმის რომ ესე არის. ჯერადაც ეს თუნდაც ეს ოლიმპიური ჩემპიონობა ძალიან დიდი შრომის შედეგად მიიღწევა. ესე მარტივად მათ ეს წარმატება არ მეუღიათ. მათ ამ ოლიმპიური ჩემპიონობისათვის დღე და ღამეები აქვს მათ ნათენები და ძალიან დიდი შრომა უჩადებული ამ ყველაფერში. თუნდაც შე რომ გშურს იმ წარმატებულობისა იმ ყველაფერსა, მაგრამ ღვთის გარეშე არ მიიღწევა ეს. ღვთის გარეშეც რაღაცა
ღვთის გარეშეც მიიღწევა ზოგჯერ ეს აღიარება, მსოფლიო აღიარება და რაღაცები, მაგრამ ის ღვთისგან მიცემული სხვა ძალისგან მიცემული წარმატება და თელი მსოფლიო გაღიარებს, ესეთი შემთხვევებიც არსებობს. და ამიტომ თავარი ადამიანმა აი სუმაგას ფიქრობდა, სუმაგას უნები ადამიანს აი რატო გშურს შენ იმის, აი ჯერ ხშირად ადამიანები ამის გამო აი ძამძიმ მდგომარეობაში ვარდებიან. აი თუნდაც რაღაცა მისთვის აი ჭყალებში დასახული მიზნის წარმატებას ვერ აღწევს და ამის გამო იტანჯებიან ადამიანები და ნადგურდებიან შინაგანად. აი რაღაც დაისახა მიზნად, რომ ის უნდა გახდეს ესე და ეს ვერ მიაღწია და განადგურებულია. და სულონები რატო აი ჯერ ხო შენი არ გამختარა არასოდეს. აი ვიღაცას მომგვარდა ბავშვს, უნდა რომ ჩააბაროს სკოლის მოსწავლეს, უნდა ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში. და ესა მისი და ჩააბარა წარმატებული ადამიანი, იმიტომ რომ მანაც გადალახა. და მოხდა ისე რომ ვერ ჩააბარა თუნდაც. ამის გამო რატომ დაიტანჯო? ის ხო ჯერ შენი არ ყოფილა, ჯერ ხო შენ სტუდენტი არ ყოფილხარ. ჯერ სკოლის მოსწავლე ხარ. ვისწავლე იმის შერგება რა დღეს გაქვს და იმის პატივისცემა რომ აი გაქვს სკოლის მოსწავლე ხარ, არავის დაამთავრე სკოლა, ვერ ჩააბარე. სხვა რამის გაკეთება შეძლებ. ადამიანები ამ თავიანთი დასახული მიზნას მიუღწევლობის გამო ძალიან იტანჯება, ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება ამით. და მე კიდევ როცა ამ წარმატებას აღწევენ ადამიანები, ამას მე არაფერ თართულიან. თუნდაც ანუ იტანჯებიან იმის გამო რომ ეს არ აქვს, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მიიღეს, მე ამას არაფერ თართულიან. და მორიგი მიზანი ხდება და მთელი ცხოვრება მე ადამიანი ამაში რატომ იცი რომ რატო არის ეს მდგომარეობა ადამიანში? ადამიანი წარმოიდგინე ღმერთმა შექმნა 60 სხეულის სიხარულისთვის. აი როგორი ნეტარების ადამიანი შექმნა, აი წარმოუდგენელი ნეტარებისთვის და წარმოუდგენელი სიხარულს ადამიანი შექმნა. წარმოუდგენელი სიხარულს ადამიანი შექმნა, იმიტომ რომ ღმერთში მყოფობის სიხარულში ადამიანი შექმნილი. აი ამაზე დიდი რაღაცა არ არსებობს, ამ საოცარი სიხარული. და ადამიანი ამის შინაგანად ადამიანს ყველა მიცის. ყველანი გამოდევნილი ვარ ჩვენ 60-დან და გამოძევებული ვარ 60-დან ყველანი და ჩვენ ამ 60-ის დაბრუნება გვინდა და ადამიანი ამას ვერაცნობს სულ უნდა ეს მიაღწიოს არ და ეს ხორციელში და მატერიალში ეს ყველაფერი არ არის თუ ყველაფერი რაც კი მატერიალო და რაც კი ხორციელა ყველაფერი დროებითია ყველაფერი დასრულებადია და 60 და მარადიული სამყოფელი ადამიანის სულის სადაც 60 სიხარული არის ის არის რაღაცა განუზომელი ნეტარება და ეს ადამიანმა შინაგანად სადღაც ის იცის რომ მას ეს ეკუთვნის და ეს იქ უნდა მოხდეს ამიტომ რაღაცა სულ აქაურში ეწევს ამას. ამიტომ დაქაურზე ვერ ყოფილდება ვერასულ. აი მე მანახეთ ადამიანი, რომელიც აი ოცნებობდა რომ სახლი რო არ ქონდა ერთი ჩემი აი ის მომცეს ერთი პატარა ოთახი, სადაც აი ღამეს გავათენებ და ავიწინებ და ორ ოთახია ბინაში ჩუქნიან მას ეგრევე. აღარა პატარა ეს ოთახი ბინა უკვე გურგუწკე შეციმოთ ბინაში. ინტუიში პატარა ხდება ეს ბინა. არ და ის არ ქონდა რომ სუსტი ის უფრო მეტი სურვილი პროგრესსაც უზრუნვა ყოველდღიურია უნდა გქონდეს იმიტომ რომ მიდრეკილები ვართ ამისკენ მაგრამ ბალანსი საჭიროა აბსოლუტურად გეთანხმებით ბოლო კითხვას დაგისვამთ მამაშავა პირად ცხოვრებაში წარმატება აი ოჯახურ ცხოვრებაში წარმატება ცოლ-ქმარ ურთიერთობაში წარმატება ამ კუთხით თქვა რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მსმენელს რომელსაც ალბათ ეს საკითხი საინტერესებს ოჯახურ ცხოვრებაში ყველაზე წარმატება არის საკუთარი თავი ეს გაღება საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ ანუ აი შენ როცა ისწავლე იმას რომ შენ ეგოიზმს გადაწევ უკან, შენი მე გადაიწევ უკან და იწყებ მათთვის ცხოვრება. ეს ყველაზე წარმატება ოჯახში მიღწეული. როდესაც ქმარი ცხოვრობს ცოლისთვის, ცოლი ცხოვრობს ქმრისთვის. მშობელი ცხოვრობს შვილებისთვის, შვილები ცხოვრობენ მშობლებისთვის. და ჩვენ ერთმანეთისთვის ცხოვრებას ვიწყებთ. ანუ შენ საკუთარ თავს იღებ მისთვის. ანუ დედმამიშვილის ცხოვრობს, ძმები ეხმარებიან დები და დაძმა ერთმანეთს იმაში, რომ ერთმანეთი გააბედნოთ სიხარულს მიანიჭონ, რომ მისგან კი არ ვლედება ამ სიხარულს, თვითონ უნდა რომ გაიყოს მისი დედმამიშვილის სიხარული. მან გაახაროს, მან მიანიჭოს სიხარული. აი ოჯახი არის წარმატებული იმაში, როცა ოჯახი ამ მდგომარეობას აღწევს. რა ძალიან რთული მისაღწევ და რთული ეს პროცესია. იონი კროპერი ამბობს ხოლმე თავის გადაგებაში, რომ ადამიანი რო იბადება, ყველაფერი უნდა თავისთვის. ან ეს თავისთვის მიოს ეს მუჭეს, ყველაფერი მისთვის უნდა რომ კონდეს. და ძალიან რთული ამ პროცესია ეს ხელი გაშავა და ყველასთვის იცხოვრო. ეს არის ურთულეს პროცესი ადამიანი, ძალიან რთული ადამიანი ამას ვერ აკეთებს და აი თელი ჩვენი მიზანი არის, რომ ჩვენ ამ ხელის გაშლა ვისწავლოთ ეს და ყველასთვის ცხოვრება დავიწყოთ. რაც არის აი წარმატების ყველაზე დიდი ყველაზე წარმატება, როცა შენ უკვე იწყებ სხვისთვის ცხოვრება, სახარება ის წერია, რომ თავარი ფორმულა ქრისტიანების უარყავენ თავითვისი აღიჯვარ და შემოვიდექი მე. როცა შენ ახერხებ, რომ საკუთარი თავი უარყო, საკუთარი თავი უარყო სხვებისთვის და თავ განწირვა ისწავლო. პავლე მოციქულიანს რომ ესეთი სიყვარულიო, პირველთვისებას ასახელს პავლე მოციქულის სიყვარულს საუბრობს, რომ სიყვარული თავის თავს არ ეძებს. ამით იწყოს სიყვარულთვისების ჩამოთვლას და ბოლოს ეს შეამთავრეს, რომ
ესეთი სიყვარული არასად დავარდების. როცა შენ თავს არ ეძებ და ცხოვრობს სხვებისთვის, არ გშურს, სხვებისთვის აკეთებ ყოველთვის ეს სიყვარული არ დავარდება არსად. შეიძლება იმ ადამიანმა, ვისაც შენ ეს სიყვარული გაიღე, შეიძლება არ დაგიფასოს ეს სიყვარული შვილმა, დედამ, მამამ, ესე მეუღლემ, ნათესავმა, მეგობარმა გაიღე, მაგრამ რადგან შენ ეს გუწრფელად გააკეთე მათთვის, ეს სიყვარული არ დაიკარგება არსად, იმიტომ რომ არასად დავარდების, იმიტომ რომ შენ ამას აკეთებდი, იმიტომ რომ შენ ეს ყველაფერი გახარებდა. იმიტომ რომ შენ ეს შენი წარმატების სიმბოლო იყო, რომ შენ მათთვის გეცხოვრა. და დაბრუნდება ღვთისგან. ძალიან დიდი მადლობა მამაშალა. მაყურებელს და მსმენელს კი შევახსენებ, რომ თქვენ უსმენდით და უყურებდით რადიოს FM 98.5-ზე, რადიო სივრცეს. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია. ჩვენი ეპიზოდის სტუმარი იყო მამაშალა კეკელია. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.